ნამდვილი ცოცხალი რწმენა ჩართულია და ადამიანის გეგმებში მუდმივად მონაწილეობს. რას გეგმავს ადამიანი? ანუ ის აუცილებლად ძველ კომფორტს, რომელიც ადამიანის გულშია, ის ებრძვის აუცილებლად ძველ კომფორტს და მასთან ვერთანაც ცხოვრობს. რაზეც ახლა ვისაუბრეთ. გაიძულებს ის, რომ აირჩიო არასასიამოვნო შენთვის. ნამდვილი რწმენა ზუსტად ამ პროცესი უნდა გაგატაროს. ნამდვილი სარწმუნოება, როდესაც გული თავისუფლდება, ის გაიძულებს, რომ აირჩიო შენთვის არასასიამოვნო, არახელსაყრელი, მაგრამ ღვთის წინაშე მართალი და სწორი. ეს არის ნამდვილი სარწმუნოებისთვის მებრძოლი ადამიანი. და ჩვენ კომფორტიც გვინდა, ჩვენ ამ წუთის სოფელში კარგად ყოფნაც გვინდა, პატივიც გვინდა, ღირსებაც გვინდა და ეს გეუნებით, რომ ბოროტის სულისაგან დადებული ფეხია ბოროტის სულისაგან, რომ სხვა რამით როდესაც ვერ მოგვერია, დევნით როცა ვერ მოგვერია, შეურაცხყოფით რო ვერ მოგერია, ახლა გერევა და გვერევა ყველას აი ამ დიდების მოყარეობით და ყველაფერს გაძლევს, აი სიამეებს განახებს ამ წუთის სოფლისა, რომ ეს გული გამოტენო ადამიანმა.